ანკა, ფიქრი მტკვის პირას. როგორ ახლა? კარგად. ხო დაგირღვია იდილია. არა, მე ჩავფიქრდი. კარგი დასაფიქრებელი ადგილი და ხედი კი არის. შენ ხარ ერთ-ერთი ეს ადამიანი, რომელიც წლებია, ანუ ასე ვთქვათ, კულისებში ხარ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ. კულტურა და მუსიკა ძალიან ღრმა ბავშვობიდან არის ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, ასე ვთქვათ. ძალიან უცნაურია, რომ შენ თვითონ პროფესიულად არ მოინდომე დაკავშირება მუსიკასთან. რატო? ძალიან უცნაური არის, მაგრამ 3-4 წლის ბავშვი ვჯდებოდი და შემეძლო საათობით მომესმინა ამ რაღაცა გაურკვეველი ხმებისთვის. დედაჩემს ჰქონდა ესეთი თეორია, რაშიც მაშინ არ ვეთანხმებოდი, მაგრამ ეხლა უკვე ვეთანხმები, რომ მომღერლობა არასდროს არ იგვიანო, ესე მეუბნებოდა. ზოგადად რას ფიქრობ შენ რწმენა? რამდენად ეხმარება ადამიანს ცხოვრებაში, პროფესიაში, სირთულეების გადალახვაში? ადამიანის არჩევანი არის რწმენა. ცხადია. მიფიქრია კიდევაც, აი ღმერთო ეხმარ და მეხმარე და რაღაცა აღთქმასავით დამიტია, რომ ამას არასდროს აღარ გავიმეორებ. აი რაღაცა ესეთი მქონია ხოლმე, რომ არა. ერთი ადამიანი ვისაც გინდა რომ მადლობა გადაუხადო შენი ცხოვრების მანძილზე, ვინ არის პირველი ესეთი? ვინც გახსენდებოდა მადლობას გადაუხდები? აუ ძალიან ბევრი ადამიანია.